ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, აი, უამრავი შემთხვევა არის, როდესაც სიტუაციებში მოვხვდებით, ეს სიტუაციები ჩვენზე გავლენას ახდენს ემოციურ დონეზე. რაღაც სიტუაციები გვახარებს, ხოლო რაღაც სიტუაციები ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე. ხშირ შემთხვევაში ესეთი სიტუაციების გააზრება არ ხდება. გაცნობიერება არ ხდება ამ სიტუაციების. აი მაგალითად რაღაც ნეგატიურ სიტუაციაში მოხვდი, ანუ ჩემზე იმოქმედა, უხერხულად ვიგრძენი თავი, ან რაღაც ისეთი გავაკეთე, რაც ჩემი აზრით თლად მიზანშეწონილი არ იყო, ხო? ნებისმიერ სიტუაციაზე მაქვს საუბარი. აი ესეთ სიტუაციებზე, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება. ამ სიტუაციაზე ფიქრი ახლა არ არის სასიამოვნო, ხო? გირჩევნია, რომ რაც შეიძლება მალე მოიშორო ეს, დაივიწყო. რაღაც ისეთი ფაქტი, რომელიც არ გესიამოვნა, ცდილობ, რომ მალევე მოიშორო, იმიტომ რომ არაა სასიამოვნო. ეს ინფორმაცია სად წავიდა? გაქრა? სად წავიდა ეს ინფორმაცია? ეს კონკრეტული ფაქტი, რაღაც სიტუაცია სად წავიდა, რომელმაც ჩვენზე რაღაც ცუდი გავლენა მოახდინა, ხო? მაგრამ ეხლა რო დავფიქრდეთ ჩვენ, აი სად წავიდა ეხლა ეს ინფორმაცია? გაქრა? არ გაქრა. იმ მარტივი მიზეზის გამო არ გაქრა, რომ ჩვენ რომ დავფიქრდეთ რაღაც 2 წლის მერე რომ დავფიქრდეთ ამ თემაზე, ან რაღაც სხვა თემამ რომ გაგვახსენოს ის სიტუაცია, ნეგატიური ფიქრები მოგვიტანა. ჩვენ აუცილებლად გავიხსენებთ, ხო? თუ კი რაღაცის გახსენება შეგვიძლია, შესაბამისად ის ჩვენს ტვინში არის ეს ინფორმაცია. და იმ ინფორმაციის გახსენებისთანავე იგივე ნეგატიური განწყობა გვეუფლება, რაც იმ მომენტში გქონდა, ხო? ანუ შესაბამისად, რაც უფრო გროვდება ესეთი ნეგატიური გამოცდილებები, უფრო და უფრო ხშირად გვახსენდება ისინი, იმიტომ რომ უბრალოდ ბევრი არის ეს. ადამიანის ცხოვრების მანძილზე, რაც უფრო დიდი გზა აქვს გავლილი, მით უფრო მეტი ასეთი ინფორმაცია ილექება. ვეცდები მარტივი მაგალითი მოვიყვანო რა. მე აი ამ ოთახში ვარ. ხელში მიჭირავს ყავის ფინჯანი, ხო? დამექცა ზეთყავა. ან ჩავარდა, ან ხელიდან გამივარდა და დაეცადა, გატყდა, რაღაც ისეთი მოხდა, ხო? ეხლა მე რამდენჯერაც ამ ოთახში შემოვალ და ფინჯანით ყავას დავლევ, თითქმის ყოველთვის გამახსენდება ის ფაქტი, რომ აი ასეთ სიტუაციაში მე დამექცა ეს ყავა და რაც არ იყო სასიამოვნო. ეს არის ახლა შედარებით მარტივი მაგალითი, ხო? მაგრამ ანუ მუღამს სტრუქტურას დარწმუნებული ვარ, მიხვდით მე რას გულისხმობ. ანუ ახლა ესეთი შემთხვევები, რაც უფრო გროვდება ადამიანის ტვინში, ხო? მით უფრო მეტი რესურსია იმ იმპულსებისა, რაც გაგახსენებს იმ გამოცდილებებს, იმ ნეგატიურ გამოცდილებებს. შესაბამისად, ანუ ეს მაგალითი რომ მოვიყვანოთ ახლა, მე უკვე მაქვს იმის წინაპირობა, რომ აი ამ ოთახში შემოვედი ფინჯანი ყავით და ტვინმა მომაწოდა ის გამოცდილება, რომ გარკვეული დროის წინ მსგავსი ყავის ფინჯანით გადავისხი ცხელი ყავა. მაგალითად. ანუ ეხლა ეს ინფორმაციები საჭიროებს გააზრებას. ეს იყო გაცილებით მარტივი მაგალითი, თუმცა ბევრი ისეთი გამოცდილებები უგროვდება ადამიანს ცხოვრებაში, რაც შედარებით უფრო ნეგატიურ განწყობას შეუქმნის ადამიანს მის გახსენებაზე. ანუ ეხლა გამოსავალი რა არის? აი ამ გამოცდილებების გააზრება, პირველ რიგში ეს ფაქტი რომ გაგახსენდება, უნდა გქონდეს საშუალება და სურვილი, რომ არ ეცადო მის დავიწყებას. პირველ რიგში, ანუ წინაპირობა არის ის, რომ ის ნეგატიური გამოცდილება, რაც გაგახსენდა, არ ეცადო მის კვლავ გადამალვას. ანუ ჩათვალე, რომ ეს არის საჩუქარი შენი. ანუ შანსი არის ამ მომენტში, რომ ის გამოცდილება გაანალიზო, გააცნობიერო. ის ნეგატიური განწყობა, რასაც მოაქვს, თავისი ფეხით მოვიდა შენამდე. ეს არის შანსი იმის, რომ გაშიფრო და შემდეგ უკვე გაუშვა.
აი ამ პროცესის შემდეგ იგივე გამოცდილება თუ კიდევ მოვიდა ინფორმაციის დონეზე, ხო? ის ემოციური დატვირთვა აღარ ექნება. იგივე გამოცდილების გახსენების შემდეგ რა მომენტშიც გაგახსენდა, ის შენზე ნეგატიურად აღარ მოქმედებს. აი დაახლოებით ეს მომენტი გავს ჭრილობას, რომელიც გააზრებამდე იყო ეს ჭრილობა გახსნილი და ტკივნეული, ხოლო ამის გაცნობიერების შემდეგ ეს ჭრილობა რჩება, თუმცა არის უკვე მხოლოდ შრამი დარჩენილი. ეს ჭრილობა აღარ არსებობს, ის არის შეხორცებული უკვე. ის არანაირ ტკივილს აღარ გაყენებს. ის არის უბრალოდ ფაქტი, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც კი შეიძლება გახსოვდეს. აი როგორც პატარა უფლის წულში არის, ხო? პლანეტა, რომელზეც ამოდის ბაობაბები. და ეს ბაობაბები უნდა მოჭრა წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიან პლანეტას შუაზე გააყოფს, ხო? სწორედ ამ თემას უკავშირებ მსგავს მეტაფორას. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს თემა. ახლა კი დაგემშვიდობებით.